ზალცბურგში ჩემი ჯადოსნური მოგზაურობა უნდა გაჩვენოთ. წამომყევით და ერთად ვნახოთ მირაბელის ბაღები. სახლი, სადაც დაიბადა მოცარტი და კიდევ ბევრი სიურპრიზი. ზალცბურგში მიუნხენიდან მატარებლით ჩავედი. სხვათა შორის 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა. ავსტრიის ამ ულამაზეს ქალაქში პირველად 2 წლის წინ ჩამოვედი. მე ჩამოვედი ზალცბურგში და მე მოვედი სადაც მღერია მუსიკის ანგების ბავშვები დორემის იმაზე ასრულებენ დორემის ბავშვები აი ამ კინოში ასრულებენ სიმღერას So do re fa mi do re მე ვნახე კიდევ მათი სახლი ძალიან ლამაზი და ჯერ ნახევარიც არ ვინახია და ძალიან მომეწონა. ქალაქის დათვალიერება ამჯერადაც მირაბელის ბაღებიდან და სასახლიდან დავიწყე, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა. ეს ადგილი მაშინ შემიყვარდა, როცა გავიგე, რომ აქ ჩემი უსაყვარლესი მიუზიკლის მუსიკის ხანგების რამდენიმე სცენაა გადაღებული. დო, ლოტია, პირველი, ლოტია მეორე. Me a name I call myself, a long, long way to run. მირაბელის ბაღებიდან კარგად მოჩანს ზალცბურგის სიმბოლო, მე-9 საუკუნეში აგებული ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე. ულამაზესი ადგილი, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით მოჩანს. ციხესიმაგრიდან ფეხით ასეთ ულამაზეს ადგილებში შეგიძლიათ ისეინოთ. ჩვენ გზაში ცოტა ხნით დავიკარგეთ. გზააგვებნა. აი გავიარე მთაში წიყავთ ყველგან. მაგრამ საბოლოოდ დამულამაზეს ტყას მივადგეთ. ვაუ, გვირაბის ქუჩაზე პირველად ვარ. ეს ზიგმუნდ შტორია, მე-18 საუკუნეში აშენებული ავსტრიის უძველესი საგზაო გვირაბი. ახლად რომ მოვიდა იმ სახლში მივიდე, სადაც ყველაზე ცნობილი ზალცბურგელი მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა. Mozart is violino, Mozart is fortepiano. ზალცბურგის ძველი ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ქალაქის ცენტრია. ის გამოცის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ძალიან გმოყვებით, ესეთი ლამაზი ქალაქია. და გერჩეთ, ჩამოხვიდეთ, ცოტა დიდი გზაა, მაგრამ არ ინერვიულოთ, როგორ კი ჩამოხვავ. ეგრევე შეუდექით აი აქაურობის დათვალიერებას ძალიან ლამაზია. მადლობა და იმედი მაქვს რომ მალე ჩავხვდეთ. კარგად.